ჰოსპიტალსის რუბრიკა ეს ჩვენი სამედიცინო რუბრიკა მოგეხსენებათ. დღევანდელი თემა კი იქნება გონართროზი და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება. ართროზს, რომელიც ვითარდება მუხლის სახსრის მიდამოში, გონართროზი ეწოდება. გონართროზი მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადება, რომელიც ხასიათდება მუხლის სახსრში ხრტილის განლევით. ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებში, თუმცა იგი როგორც აღმოჩნდა შეიძლება განვითარდეს ახალგაზრდებშიც, განსაკუთრებით ტრავმის ან მათ შორის გენეტიკური წინასწარი განწყობის შემთხვევაში. რა იწვევს აღნიშნულ დაავადებას და რა სიმპტომები ახასიათებს მას? თემაზე სასაუბრო შემოგიერთდა ორთოპედ ტრავმატოლოგი გიორგი ჯუშა, მე მგონი მე 4-ნოლარი გულობთანაც ერთი ვიზიტი არ მაწყენდა. გამარჯობა. დასავლეთის სიმშემო. პირველ რიგში მოგიკითხავთ როგორ ხართ, ხო ხართ ჯანმრთელი? მართლობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თემი. ხო, ძალიან საინტერესოა. ართროზი რა არის გამარტოთ და რატომ აქვს მას ასეთი მნიშვნელოვანი ზეგავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, ხო? გონართროზი არის ქრონიკული პროგრესირებადი კომპლექსური დაავადება, რომელიც მოიცავს სასახსრე ხრტილის, ცვლის სუბქონტრალურ შრეს, სინოვიალური მემბრანის, სასახსრე ჩანთისა და იგრუნდებარე ყესოვანი და კუნთოვანი ქსოვილების დაავადებას. არსებობს ორი სახე გონართროზის, ერთ-ერთი არის იდიოპათიური პირველადი, რომელიც ვითარდება ასაკის მატებასთან ერთად გამოწვეული დეგენერაციული პროცესებით, რომელიც აზიანებს ხრტილს, იწვევს სინოვიც, რომელიც შესაბამისად იწვევს იგრუნდებარი ქსოვილების დაზიანებას და იწვევს ტკივილს შესაბამისად, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა სახის ინტენსივობით, სხვადასხვა სტადიების დროს. ახლა გავყვეთ მაგას შორტად. მე ბევრი კითხვა მაქვს. ეხლა პირველი კითხვა რაც ყველაზე მეტად მააღელვებს. როცა ვამბობთ ხოლმე რაც ასაკთან ერთად მოდის ეს დაავადება, თითქოს ჩნდება ხოლმე განწყობა, რომ გარდაუვალია. ასეა? არ არის გარდაუვალი, ახასიათებს ეტაპობრივი განვითარება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა სახის მიკროტრაუმებით, მენისკის დაზიანებით, მუხლის სახსრის არასტაბილურობით, სხვადასხვა გენეტიკური ფაქტორებით, გენეტიკური დაავადებებით, არასრულად დასრულებული მკურნალობით, ან სრულიად არ ჩატარებული მკურნალობით, საბოლოო ჯამში იმ შედეგამდე მივდივართ, რასაც ქვია კინეური გონართროზის ფაზა და რომელსაც ჭირდება შედარებით უფრო აქტიური დახმარება ვიდრე საწყის სტადიაში. ანუ როგორც გავიგე, გამოწვევ მიზეზებში პირველ ადგილას არის ასაკი და რა წილი აქვს გენეტიკას და ტრაუმას, ალბათ ეს. რა თქმა უნდა, გენეტიკა, ტრავმა, სახსრის არასტაბილურობა და იგრუნდებარი ქსოვილების დაზიანება სხვადასხვა მიკროტრაუმებით გამოწვეულია. ანუ ნიშნავს თუ არა, როდესაც ფიზიკურ დაზიანებას და ტრაუმებზე ვლაპარაკობთ, ნიშნავს თუ არა, რომ სპორტული ცხოვრება მაღალი რისკია? სპორტული ცხოვრება არ არის მაღალი რისკი, უბრალოდ სპორტული ტრავმები არის მაღალი რისკი, რომელიც შესაძლებელია თუნდაც არასპორტულ ადამიანმა მიიღოს სხვადასხვა უხერხული მოძრაობის დროს, სხვადასხვა იმ მოძრაობების დროს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება. სესილის კი ეს არ აწუხებს, მაგრამ ვისაც წონა გვაწუხებს. შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ, რომ ჭარბი წონა შეიძლება იყოს. ჭარბი წონა რა თქმა უნდა არის რისკ ფაქტორი, რადგან ჭარბი წონა იწვევს ხრტილოვანი მატრიქსის სწრაფ დეგენერაციას ასაკის მატებასთან ერთად. ხრტილოვანი მატრიქსის ცვეთა უფრო მეტი ინტენსივობით მიმდინარეობს, ვიდრე დაუშვათ შედარებით მისაღები წონის დროს. ვინ მიეკუთვნება საბოლოო ჯამში რისკ ჯგუფს და ვინ უნდა იყოს უფრო მეტად ყურადღებით ამ და ყურადღებით უნდა ვიყოთ ნებისმიერი ადამიანი აბსოლუტურად, რომელსაც აწუხებს მუხლის სახსრის პრობლემა, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს, გამოვიკლოთ რა გვაწუხებს, რა დაზიანებები გვაქვს და დროულად დავიწყოთ დახმარება, რომ ჩვენი სხეულმა იგზნოს. აი როგორ გვანიშნებს ჩვენი სხეული, რომ რაღაცა პრობლემაა და უნდა მივაქციოთ ყურადღება. მე თუ გვანიშნა უკვე არა, მაგრამ ერთხელ აი მე ახლა გეტყვით რატო არ ესე შეშფოთებული რამდენიმე დღის წინ ძალიან რაღაცა უცებად ტკივილი მქონდა მუხლში და პირველი იყო ეს ჩემს შემთხვევაში და უხერხული მოძრაობის ალბათ, მაგრამ მაშინ ვიგრძენი პირველად როგორი დისკომფორტია მუხლის არეში ტკივილით ცხოვრება, იმიტომ რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, ხო? და ძალიან საინტერესოა ეს ნაწილი, როგორ ვხვდებით ამას, იმიტომ რომ პირველად შემეშინდა საწყის ეტაპზე, თუნდაც თქვენ შემთხვევაში როგორც იგრძენით, მსუბუქი დისკომფორტი გვაქვს, მსუბუქი ტკივილები, რომელსაც შეიძლება ყურადღება არც მივაქციოთ. ეს არის ძირითადად პირველი მეორე სტადიის დროს, უკვე როდესაც ხდება სახსრის ნაპრალის ზედმეტად შევიწროება, ოსტეოფიტების წარმოქმნა რამდენიმე პოზიციაში, რომლებიც იწვევენ ტკივილს მოძრაობის დროს, ეს უკვე არის მესამე-მეოთხე სტადია, როდესაც დამახასიათებელია უკვე ღამის ტკივილიც, მოსვენებულ მდგომარეობაში ტკივილიც ვერ ვახერხებთ,
სახსრის გაშლას და მოხრას უმტკივნეულოდ და ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს. რამდენად იცით რა არის საინტერესო? ეხლა ჩემ შემთხვევაში მაგალითად რამდენად ყურადსაღებია ერთეული შემთხვევა. ანუ როგორ ხვდებით სიმპტომთან რო გვაქვს საქმე? ერთეული შემთხვევა ყურადსაღები შესაძლებელია არ ჩაითვალოს, თუნდაც რაღაცა პატარა მიკროტრავმა. მაშინ როდის ვართ მაშინ ყურადღებით? როდესაც ტკივილი უკვე გადადის სისტემატურად. აი რა იცვლება რეგულარულად, ხო, აი ეს იყო არსი კითხვის რა ერთი ორი დღე. თუნდაც გაშლამოხრის დროს ტკივილი, კიბეზე ასვლის დროს ტკივილი. და დროში რა როგორ გამოიყურება ეს დაუშვათ ეს თუ გაგრძელდა 2 დღე, 3 დღე, შეიძლება ერთი. ახალგაზრდა ასაკში 2 და 3 დღის განმავლობაში შესაძლებელია. თუმცა ჩვეულებრივ მიკროტრავმა გავრცელდეს, მაგრამ ხანდაზმულ ასაკში ეს ტკივილი მუდმივ ხასიათს იღებს. თითოეული მოძრაობა არის ტკივნეული. დიაგნოსტიკა როგორ ხდება? აი თქვათ სამედიცინო ისტორიის შემდეგი ნაბიჯები რა არის თქვათ? დიაგნოსტირება ხდება კლინიკური და რადიოლოგიური ინსტრუმენტებით. კლინიკური გასინჯვა, შემდგომ გვეხმარება რადიოლოგიური აპარატურა. მოწყვეტება სახსრის მოძრაობა, არასტაბილურობა, მოწყვეტება კოლატერალური მყესები, წინა და უკანა ჯვარდინა იოკების პოზიციები, ტკივნეული წერტილები ისინჯება, პაციენტი თავსდება ჰორიზონტალურად, ისინჯება მისი გაშლა და მოხრა. შემდგომ გვეხმარება უკვე რენტგენოლოგიური კვლევა, ორი პროექცია, გვეხმარება მთელი კიდურის რადიოლოგიური, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომ შეფასდეს ღერძის პოზიცია, ვალგუსური და ვარუსული დეფორმაციები, პოზიციები. ვიყენებთ ასევე ულტრასონოგრაფიულ კვლევას საწყის ეტაპზე ეს უკვე ვიყენებთ. ანუ ნიუ-ჰოსპიტალში არის ყველა შესაძლებლობა რეალურად აბსოლუტურად ყველანაირი შესაძლებლობა არის, რომ მოხდეს პაციენტის დროული დახმარება, რომ დროულად დაისვას დიაგნოზი და შესაბამისად დაიგეგმოს შემდგომი უკვე დახმარების სახეები, იქნება ეს ოპერაციული, კონსერვატული დახმარება თუ ასე შემდეგ. დროულად ჩარევას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და დროულად ჩარევას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან თუნდაც ოპერაციის კუთხით რომ ვისაუბროთ, ადრეული დროული ჩარევა უფრო მეტ შედეგს გვაძლევს, რადგან გვიანი ჩარევის შემთხვევაში რაც ძირითადად ხდება, სახსრის ნაპრალი პრაქტიკულად არ არსებობს, რაც ძლიერ ტკივილებს იწვევს, უკვე დაწყებულია კუნთების ატროფია, ღერძული პოზიციები ქვედა კიდურის არის სრულიად შეცვლილი და შესაბამისად პოსტოპერაციული პერიოდიც უკვე უფრო მეტად გართულებულია, ვიდრე შედარებით ადრეულ სტადიუმში. გიორგი, რა მინდა ეცი კითხოთ, ორ ნაწილად მინდა გავყოთ მკურნალობის თუ ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა და როდის არ არის საკმარისი მედიკამენტოზური და მაგალითად ენდოპროთეზირება თუ ხდება და რა ფორმის ენდოპროთეზირება? მედიკამენტოზური მკურნალობა, კონსერვატიული მკურნალობა ხდება ძირითადად პირველი მეორე სტადიების დროს, როდესაც სახსრის ბიომექანიკა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, ან როდესაც არსებობს ოპერაციის სხვადასხვა სახის უკუჩვენება, თუნდაც კარდიოლოგიური, თუნდაც სისხლის მიმოქცევის მხრივ, და როდესაც თუნდაც პაციენტი უარს აცხადებს ოპერაციულ მკურნალობაზე. თერაპიული მკურნალობა მოიცავს რამდენიმე მეთოდს, გამაყუჩებლით არასტერილული ნათების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა, ადგილობრივად სახსარში ხდება ხშირად ინფილტრაცია ჰიალურონის მჟავის პრეპარატებით, რომელიც წარმოადგენს სახსრის საფოხ მასალას, ტკივილის რეცეპტორების შედარებით მოდუნებას ახდენს, მოძრაობა შედარებით გამარტივებულია ამ ინექციების შემდგომ, ხდება ასევე თრომბოციტებით გამდიდრებული სისხლის პლაზმის შეყვანა სახსარში. ეს ორივე პროცედურა სასურველია რენტგენოლოგიური ან ულტრასონოგრაფიული კონტროლის საშუალებით მოხდეს. როდესაც ეს მკურნალობა უკვე არაეფექტურია, მესამე-მეოთხე ხარისხის გონართროზების დროს ვიყენებთ ენდოპროთეზირებას ოპერაციული მკურნალობის მეთოდს. შედეგი არის სრულად აღმოფხრა თქვათ აი ამ პროცესის, თუ შეიძლება რაღაცა გარკვეული დისკომფორტი დაგვიბრუნდეს დროთა განმავლობაში? თერაპიული თუ ოპერაციული მკურნალობა? ორივე შემთხვევაში. ორივე შემთხვევაში, თუნდაც თერაპიულ მკურნალობას თუ ავიღებთ, ძირითადი არის სამკურნალობაში ასევე სახსრის მოძრაობა, ზედმეტი ხერძული დატვირთვით, ეს მოიცავს დაუშვათ პირობითად ცურვას, ველოტრენაჟორს, სხვადასხვა მანუალურ თერაპიებს, რომ შემცირდეს კუნთების ატროფია. ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ
საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას. ოპერაციულ მკურნალობას რაც შეეხება, ტკივილი ბუნებრივია ძალიან მცირდება, მაგრამ ოპერაციულ მკურნალობასაც თავისი გართულებები ახასიათებს, რომელიც მინიმალურია, მაგრამ პაციენტი მაინც ინფორმირებული უნდა იყოს. ეს მდგომარეობს დაუშვათ თუნდაც ინფექციურ გართულებებში, რომელიც მოიცავს დაახლოებით 2%-ს. შესაძლებელია პროტეზის კომპონენტების საკმაოდ დაბალია, მაგრამ იმ 2%-ისთვის ეს უკვე მნიშვნელოვანია და პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს. ასევე გართულებებში შედის პროტეზის კომპონენტების მორყევა, სახსრის არასტაბილურობა, არასრულად ჩატარებული სარეაბილიტაციო პერიოდი, შესაბამისად კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა პოსტოპერაციულ პერიოდში სრულად ვერ ხდება და რაღაც პრობლემები რჩება პაციენტს. მე რამინდაც გითხოთ ყოველთვის, როდესაც თქვენს რუბრიკაში, სამედიცინო რუბრიკაში ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ნებისმიერ დაავადებაზე ყოველთვის მაქვს ხოლმე კითხვა, რამდენად შეიძლება კონკრეტული დაავადების თავიდან არიდება. ანუ პრევენცია ყოველთვის ჩვენც ვიცით, რომ ექიმებისთვისაც და პაციენტებისთვისაც 3-4-ია დედამიწაზე პრევენცია. რამდენად შესაძლებელია პრევენცია? ჯერ ეს ერთი თუ ვიცით, მით უმეტეს რომ რიზიკ ჯგუფში ვართ, მაგალითად გენეტიკური განწყობა მშობლებს აწუხებდა მშობლების და ასე შემდეგ. რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ რომ ერთადერთი რითაც შეიძლება ჩვენს ორგანიზმს დავეხმაროთ, ეს არის ზუსტად ეს თავისუფალი მოძრაობა სახსარში, ზედმეტი ხერძული დატვირთვით, მით უმეტეს თუ რისკ ჯგუფში ვართ. ეს არის ის კიდევ ერთხელ გავუმეორდები. ცურვა და ველოტრენაჟორი სახსარი უნდა მოძრაობდეს აქტიურად, მაგრამ ნაკლები ხერძული დატვირთვით. გავფრთხილდეთ უნდა ჭარბწონას. უნდა ვაკონტროლოთ ნივთიერებათა ცვლა. ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა გვჭირდება ნივთიერებათა ცვლის კონტროლის დროს და ძირითადად ასპექტი. ბოლოსკენ რო გავიდეთ რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ღერძული დატვირთვას გულისხმობთ, რომ ანუ სახსრს სიმძიმე არ უხდება. და მაგალითად ველო სპორტი და ცურვა არის ის, რომელიც პრევენციულიც არის და ასევე სახსრს აძლიერებს, არასტაბილურობას ამცირებს სახსრების, რადგან კუნთოვანი ქსოვილები ძლიერდება და შესაბამისად გვეხმარება. ეხლა კი მოხსებს საუბრობთ, მაგრამ უბრალოდ ლირიული გადახოვების ეს ნებისმიერ სახსარზე ვრცელდება. აბსოლუტურად ყველა სახსარზე ვრცელდება, მით უმეტეს მუხლისა და მეჯვარძაყის პრობლემების შემთხვევაში. ბოლოსკენ ალბათ კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ იმ შესაძლებლობებს, რაც ნიუ ჰოსპიტალში არსებობს. ერთი რომ ტექნოლოგიური არსებული ტექნოლოგიური რეალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ პაციენტებმა რა სახის კვლევებს, რა ტექნოლოგიური სიახლეებით ვიტარებთ და მეორე ამ ტექნოლოგიების უკან რა ადამიანური რესურსი დგას. ამაზეც მინდა კითხვა თავდაბლობას არ მივიღებ. ამ შემთხვევაში მინდა ვიცოდე ვინ არიან ეს ადამიანები, ვისთანაც ჩვენ შეიძლება მშვიდად ვიყოთ. ჩვენ აბსოლუტურად ყველა კომპონენტში შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, როდესაც ჩვენ კლინიკას მომართავთ დაწყებული თუნდაც წინასწარ ჩაწერის ორგანიზებით, თუნდაც შემდგომ უკვე ექიმთა ვიზიტის ორგანიზებით, შემდგომ ექიმის მიერ დანიშნული კვლევების ადგილზე ჩატარების ორგანიზებით და შემდგომ უკვე პოსტოპერაციული ან კონსერვატული დახმარების ორგანიზებით. სხვადასხვასაც ვკითხულობ ხოლმე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უცხოეთში რომ მივდივართ ხოლმე განცდით, რომ მე მაგალითად ვეძებთ რაღაცა გამოსავლად სამედიცინო თვალსაზრისით, აი ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას თუ არა ის, რომ მაქსიმალური თანამედროვე მიდგომები პროფესიონალური თვალსაზრისით და ტექნოლოგიური თვალსაზრისით გვაქვს თუ არა ნიმუშებში. რა თქმა უნდა გვაქვს. ანუ თავმაც შეგვიძლია ამ კუთხით შეგვიძლია და ხალხი ძირითადად ენდობა ამ კლინიკას. ხო, როგორც წესი, მე მგონია რომ ამ რუბრიკის ბოლოში სულ ამას ვამბობთ ხოლმე, რომ პრევენციული მეთოდები ალბათ მუდმივი დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, პერიოდული მუდმივი არ არის. პერიოდული კონტროლი, ნივთიერებათა ცვლის კონტროლი, აქტიური დაუშვათ ვარჯიში, საკუთარი თავის მოვლა ამცირებს აი ამ პრობლემას. განსაკუთრებით ეს დიაგნოსტიკური გეგმიური ვიზიტები დაუშვათ. იმ რისკ ჯგუფებს თუ შეიძლება ვურჩიოთ, ვინც მაგალითად ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება, ვინც ბავშვები, აი მაგალითად სპორტს, ვინც მისდევს, შეიძლება თუ არა მათ შობლებს ვთქვათ, რომ ვიზიტებზე დაუშვათ უბრალოდ სახსრები ვაკეთოთ. თავის რამდენად მიზანშეწონილი. ახალგაზრდა ასაკში გონართროზი არ არის ესეთი აქტიური პრობლემა, როგორც დაუშვათ შედარებით ხანდაზმულ ასაკში შესაბამისად. მაინც დავაკონკრეტებ რომელ ასაკზე ვსაუბრობ. კონკრეტულად ესე ვერ გეტყვით. საშუალოდ. დაზუსტებულად შემიძლია დაუშვათ გითხრათ, რომ ჩვენ ყოველია პაციენტები, თუნდაც 35-40 წლის ასაკში, რომელსაც უკვე პოსტტრაუმული ართროზი აქვს განვითარებული, ხტელი აქვს დაზიანებული, სხვადასხვა
განმაშრალებული ოსტეოქონდრიტებიდან გამომდინარე, თუნდაც მიკროტრაუმებიდან გამომდინარე, ძლიერი ტრაუმებიდან გამომდინარე, როდესაც სახსრში დამოტეხილობები ხდება დაუშვათ ადრეულ ასაკში, მან უკვე გონართროზის შედარებით სწრაფად ვითარდება, სახსრის დაპრალი ვიწროვდება, იკეტება და ანუ კონკრეტული ძალიან დიდი ჯანმრთელობა უნდა უსურვოთ. მაყურებელს და სტუმარსაც პრინციპში ყველას, იმიტომ რომ ჯანმრთელობა მოდი ვაღიაროთ, რომ ალბათ ის არის რაც ყველას ჩვენ თავისთვის და ჩვენი ახლობლებისთვის პირველ რიგში გვემეტება უსაზღვროდ და უპირობოდ. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან იყავით. ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ, ჯანმრთელობას უსურვებთ ჩვენს მაყურებელს. და დავამშვიდობოთ აქვე. მადლობა